მოსამართლემ სამ ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შოთა ხიზანიშვილი კი მანდატურებას ხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქართული ოცნების ლიდერების უკანონო მოსმენა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მეცხრე არხის ქონების დაზიანება. ხიზანიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე გააკეთა კომენტარი და ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. ეს იქნება დიდი ალბათობით საპატიმრო სასჯელი და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ დევნასთან, რომელიც ბოლო 4 წელიდან მიმდინარეობს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. მადლობთ, დროებით. ნაწილობრივ გამომართლებელი განაჩენი მივიღეთ ყველაზე მძიმე მუხში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ესე იგი პროცესის განმავლობაში ზუსტად ამას ვამბობდი, რომ ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ თვითონ შოთა ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომც დადასტურდეს, იქ არ გქონდა გაფლანგვის მუხლი, ეს მძიმე მუხლი. სასამართლო განხილვის დროს თუნდაც დადასტურდა ის დანაშაულებები, რაც მათ მიერ იქნა ჩადებული, ეს სისტემური დანაშაული. ამ პიროვნებების, ასე ვთქვათ, დევიზი იყო მიზანი ამართლებს საშუალებას, მათი მიზანი იყო, რათაც არ უნდა დაждდომოდათ არჩევნების გამარჯვება, ხოლო საშუალება იყო შანტაჟი, მოსყიდვა. გერმანული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ცნობილია. კვლევა ტელეკომპანია რუსთავიორის დაკვეთით 7-დან 22 ივნისამდე ჩატარდა. კვლევის მიხედვით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას ხმას